მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ბერმუდის სამკუთხედზე სმენია ყველას. ცოტა ხნის წინ იყო ნაპოვნი გემი ეკიპაჟის გარაშე, რომელიც გაუჩინარდა 1926 წლის დეკემბერს. მაგრამ ასეთი მისტიური ადგილი დედამიწაზე არის ძალიან ბევრი. დღეს მოგიყვებით 5 ასეთ ადგილზე. დრაკონის სამკუთხედი, რომელშიც ხშირად ხდება უცნაური ამბები. არანაკლებ მისტიური ვიდრე ბერმუდის სამკუთხედში. იგი განთავსებულია იაპონიის სანაპიროზე. იქ ხდება ბევრი უცნაურობა, მათ შორის მაგნიტური ანომალიები, გაუჩინარებები, აუხსნელი ობიექტები და ასე შემდეგ. იაპონიის ოფიციალურმა მთავრობამ გამოაცხადა ეს სამკუთხედი სახიფათო ზონად. ერთ-ერთი შემთხვევა მოხდა 1952 წელს, როდესაც იაპონიის მთავრობამ გაგზავნა ექსპედიციური გემი კაიუმარო ნომერი 5 დრაკონის სამკუთხედის გამოსაკვლევად. იმ დღიდან გემი და ეკიპაჟის 31-ვე წევრი აღარავის აღარ უნახავს. ეშმაკური სასაფლაო. იგი არის კრასნოიარსკის მხარეს, რუსეთში. ერთ-ერთი ვერსიით ანომალიის მიზეზი გახდა ტუნგუსის მეტეორიტის ჩამოვარდნა, რის შედეგადაც წარმოიქმნა კრატერი. ანომალიის ზონაში არის უამრავი ცხოველის სხედრები, თან ძალიან დიდი რაოდენობით. ეშმაკის სასაფლაოზე არის ნამყოფი ბევრი მკვლევარი, მაგრამ ვერავინ ვერ აღწერა ანომალიის მიზეზი. მათი სიტყვებით ეს არის საშუალო ზომის მინდორი, დაფარული და ანახშირებული ხეებით. როდესაც უახლოვდებით ამ მისტიურ ადგილს, ნავიგაციური მოწყობილობები იწყებენ უცნაურად მუშაობას და კომპასის ისარი იცვლის მიმართულებას. დაუდასტურებელი ინფორმაციით ამ ადგილას სულ მცირედ დაიღუპა 70 ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანომალიის ზონა ითვლება ჰაიჯოუს კრამალი ჩინეთში. მრავალი წლის განმავლობაში ამ ადგილას გაუჩინარდა უამრავი ადამიანი და მათი სხედრები არავის არასდროს არ უნახავს. აქ საკმაოდ ხშირად ხდება საშინელი ავარიები და იღუპება ბევრი ხალხი. ასე 1950 წელს დაიმტვრა თვითმფრინავი, გაურკვეველი მიზეზით. ტექნიკური შეფერხება თვითმფრინავს არ ჰქონდა. იმ წელს, მონაცემების მიხედვით, ამ ადგილას გაუჩინარდა 100-მდე ადამიანი. შემდეგი 12 წელიწადის განმავლობაში გაუჩინარდა დაახლოებით იმდენივე ადამიანი. მათ შორის იყო გეოლოგების ჯგუფი. მიჩიგანის სამკუთხედი. განთავსებულია მიჩიგანის შუა ტბაში. ამ ადგილას ხდება მისტიური გაუჩინარება გემების და თვითმფრინავების. ყველაზე ცნობილი ისტორია არის კაპიტანი დონერის გაუჩინარება. 1927 წლის 28 აპრილს სატვირთო გემი მაკფარლონ მიემართებოდა პორტ ვაშინგტონისკენ. გზა გადიოდა სამკუთხედში. ისტორიის მიხედვით, კაპიტანი დონერი დაიღალა და წავიდა თავის კაბინეტში და თან სთხოვა თავის მეორე დამხმარეს, რომ გაეღვიძებია, როდესაც მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს. დაახლოებით 3 საათში, როდესაც დამხმარე გავიდა დონერის გასაღვიძებლად, იგი არ დახვდა კაიუტაში, რის შემდეგ ეკიპაჟმა დაიარა მთელი გემი, მაგრამ კაპიტანი არ იყო ნაპოვნი. კუნძული ბარსაკალმეს, ყაზახეთი. პირდაპირ თუ გადავთარგმნით, ეს ნიშნავს წახვალ და ვეღარ დაბრუნდები. ამ ადგილზე არსებობს მრავალი ლეგენდა, რომლებშიც ითქმის, რომ ამ ადგილას დარღვეულია დრო, ან მისი აღთქმა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წინა საუკუნეებში ხალხი, რომლებიც გაურბოდნენ სასჯელს, როდესაც იმალებოდნენ კუნძულებზე რამოდენიმე წლით, სახლში უბრუნდებოდნენ ხანში შესულ ახლობლებს და გებულობდნენ, რომ გასულა რამოდენიმე ათწლეული. ასევე ამ კუნძულზე გაუჩინარდა არაერთი თანამედროვე ექსპედიცია. ერთ მათგანში ადამიანების ჯგუფი მოშორდა ნაპირს და გაიარა სულ რაღაც 30 წუთი თეთრ ნისლში და როდესაც დაბრუნდნენ, გაიგეს, რომ გასულა 1 დღე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ნახეთ ჩვენი წინა ვიდეოები.